დილამ შვიდობისად კბილებოდა ძვირფასებო, დღეს არის 4 მარტი. Ძუხალ KFC გამოვიძახე როგორც იცით. და ეხა მინდა რომ 8 მარტამდე წესიათ მოვიქცე. გამართ ხო ვიცი ხა რომ თქვა არა მეთქი მაინც აღურე. ამიტომ 8-მდე, რაიმე და 8-მდე მაინც მოვიქცე წესიე. კვების საკითხში გულისხმობ რა თქმა უნდა. ხო, მოკლედ. ეხლა მთელი კვირა ვცდილობდი რომ ცოტა ჩამჯდარიყავი ფორმაში, მაგრამ ძალიანაც არ ვცდილობდი და ჩემ თავს არ ვაწვებოდი, იმიტომ რომ აი ციკლის დასაწყისი მქონდა და ეგ ისეთი პერიოდია, აი გოგოები გაიგებს ყველაზე გამგელებული რომ ვარ მე პირადად, ხორცი, მერე ტკბილი, ანუ ესენი მინდა და შესაბამისად ეხლა მაგ დროს ძალიან მკაცრად არ ვიყავი. ეხლა უკვე ქვემოთ წავიდა ეგ ამბავი დასასრულისკენ და შემიძლია ნელ-ნელა უკვე მოვიხოდო, ასე ვთქვათ. და ამიტომ დღეიდან 3 მარტის 8 მარტამდე 7 მარტის ჩასვლით ეს 4-ია. 3 დღე ვიქცევით ძალიან კარგად, მე 8-ში ვისიამოვნებ და მე 9-დან ისევ ძალიან კარგად. ვისაც გინდათ ფორმაში ჩადგომა, შეგიძლიათ შემომიერთდეთ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი გზით თქვენზე რაც მუშაობს იმითი. ჩემზე მუშაობს კალორიების დეფიციტი ყველაზე კარგად. ანუ ის ჩემი ემოციური კვება, ის ჩემი ანუ როგორ გითხრათ, ჩემი თავის შესანიშნავი უნარი, რომ თუნდაც 6 საათის განმავლობაში ვჭამდე, მაინც შემიძლია ზედმეტი ვჭამ, ჩემ თავს ძალიან კაი ხრიკები აქვს დამუღავებული, როგორ ჭამოს ზედმეტი და კალორიების ანუ მათემატიკა არის ის იდეალი ჩემთვის, რომლის დროსაც გასაქანი უბრალოდ არ არის და მორჭა. მანდ წყვილები არ არის. წყვილები კი არა, აი თავის მოტყუებები, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ აი იქ მაგალითად შეიძლება ჩემნაირი ადამიანისთვის იყოს, რომ აი ხო 6 საათი ვიკვებები მარტო, 2-ჯერ ან 3-ჯერ და ნუ უნდა დავიკლო, მაგრამ არ დაიკლებ, იმიტომ ზედმეტს ჭამ. მე, თორე ვიღაცები არა. ხო და შესაბამისად ჩემთვის ყველაზე კაი გზა არის დეფიციტი და გავაგრძელებ დეფიციტს მანამ სანამ მე რომ მინდა იქ არ მივალ, ან მანამ სანამ არ გავჭედა. ეს არ არის ხალხო პროცესი დასრულებადი, ეს არის პროცესი სამუდამო. აი იმიტომ რომ თუ გინდა რომ დაიკლო და შეინარჩუნო, ამას მუდამ ჭირდება ყურადღება. და ისიც გააჩნია კიდე სად გინდა რომ შეინარჩუნო. თუ მაგალითად შეინარჩუნებ, ეხლა მე მაგალითად ეს რომ შევინარჩუნო, თქვა 55-დან 57-მდე წონა. ამას უფრო ნაკლები ძალისხმევით მოვახერხებ ეხლა ამ ასაკში, ვიდრე მაგალითად რომ შევინარჩუნო 50 კილო, ხო, ცხადია. ანუ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ასაკს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ფიზიკურ აქტივობას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას, რას ჭამ და მოკლედ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ხო და ეს არის რომ უნდა ჩამოაყალიბო და მთელი ცხოვრება ამას უნდა მისდიოდა, რადგან მე როგორც ყოფილი ალკოჰოლიკი, ყოფილი ნარკომანი, ყოფილი ესეთი ადამიანი ვარ დამოკიდებული საკვებზე, ყოველთვის, როგორც კი მე რამე მიჭირს, ის იქიდან მიტევს, ის იქიდან ცდილობს, რომ აღვირი მის ხელში გადავიდეს და არის ხოლმე ან საჭე, არის ხოლმე ესეთი მომენტები, როცა მე უბრალოდ არ მაქვს ბრძოლის თავი და თავად ვაძლევ. და მე რაც უფრო დიდხანს აქვს თვითონ მართვის სადავეები, მით უფრო ძნელია რომ გამოგლიჯო. თუმცა ახლა ჩემი კვებითი აშლილობა დღეს და ჩემი კვებითი აშლილობა როგორც იყო ოდესღაც, ამას ეძახიან ხოლმე რომ აღარ არის, იმიტომ რომ სულ სხვა სურათია ეხლა და სულ სხვა იყო მაშინ, მაგრამ მე ვიცი რომ ეს არ არის არ ყოფნა. მე ვიცი. და ისიც ვიცი რომ მე მთელი ცხოვრება მექნება ეს და მე მთელი ცხოვრება ეს უნდა ვაკონტროლო.
მე ეს მინდა რომ აკონტროლო, კი, ბევრ ძალას მოითხოვს ენერგიას და რა ვიცი, სურვილს და ყველაფერს, მაგრამ მე მინდა ვიყო ის, ვინც ვარ მე. და მე მინდა ვიყო ჩემი ცხოვრების მმართველი და არა რაღაც ან ვიღაც სხვა. იქიდან გამომდინარე, ჩემი თავის იმ ნაწილსაც კი არ დაუთმობსადავებს, რომელიც რეალურად არ არის მმართველი. ანუ ის არ არის მე. ანუ ის არის ჩემი ნაწილი. არ ვიცი, გაიგებთ ალბათ. გამგებ ვინც არის. არ ვაპირებ როგორც მაშინ, რომ აი ყველაფერი დეტალურად გაჩვენო და აგიხსნათ. მე მაშინ იმიტომ გაჩვენებდით და ხსნიდი, რომ ვიცოდი, რომ ბევრ ადამიანს გამოადგებოდა, ბევრი ადამიანი გაიგებდა ეს რა იყო და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ბრჭყალებში რევოლუცია მაგაში მოვახდინე და ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო რა არის კალორიები, გაიგო როგორია ამ დროს კლება და რა ვიცი, ყველაფერი გაიგო ძალიან ბევრმა ადამიანმა ამის დამსახურებით. ხო და ეხლა უკვე არ ვაპირებ რომ შეგაწუხოთ. ხდება? შეწყვიტავ. მადლობა დიდი. და შესაბამისად უბრალოდ ანუ გატყობინებთ რომ მე ვიწყებ, ვისაც რა დაინტერესებს, რა თქმა უნდა უპასუხებ, მაგრამ ანუ ვინც ამ თემაში არ არის და არ აინტერესებს, იმათ არ შევაწუხებ. უბრალოდ ჩემი ყოველდღიურობა იქნება, გაგიზიარებთ, თუმცა არა ის როგორც აი თავიდან ძალიან ისე რომ ვიყავი. თავიდან. მოკლედ, მეც მჭირდებოდა და ვთვლიდი, რომ ბევრ სხვა ადამიანსაც და ახლა ვთვლი, რომ ის ბაზა მე გავეცი, რაც საჭირო იყო და რაც მჭირდება იმას გავაკეთებ და ოღონდ სხვა ფორმატში, ანუ არა ისე როგორც წინაზე. აი ნახეთ, რო წვები მიყამე და ნახეთ ჭიქები რაოდენობის ჭიქები ხვდები. დილას. შემოვიდა სულელი, შემოვიდა. აჰა, წყალი დაწყდებაო. ესე იგი უნდა ავავსოთ წყალი. ჯერ მოდის. მოდი ჩაიდან ისე. მოდი აქ თქვენ აქ დავაყენებთ და ისე თორე არ არის მოსახერხებელი. პირველად ავავსოთ ჩაიდანი. ჯერ კარგად დაინახავთ. იმიტომ აქ გაროვიდა საბაზონაში შევი. და შემოსიყვარულა. მე არ მომდის ხოლმე შეტყობინება, წყალი რო წყდებოდა, ამიტომ ყოველთვის მომზადებული შევწყვეტე. ასე. კიდე მივედი და ჩაფსმული დამხდა საწოლში. ზამთარში უკვე მე რამდენი მიწევს და გავერცხა საგანი, არ ვიცი, არა მოვში საწოლში მთელი რამე. მეცოდება ხოლმე და მაინც უშვებ ხოლმე. არა მოვში, მოვიდა უამრავჯერ მეხვეწა, მე არ მოიპარა. მაშინვე ვერ შევამჩნიე. ფეხებზე რომ ვიგზენი სიმძიმე რაღაც დროის მერე ვერ შევამჩნიე. გავაკეთე. არ გავაჩერე. რა უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება. რაც არ შეიძლება, ის არ შეიძლება.
One quality sauce sometimes because people დაუბრუნდე. ამას ახლა უცებ ამოვეცხავ, იმიტომ რომ მე მთელი დღე აი ესე არ ეწყოს. აი რა დაწყდება რადგან მე ყველა ვარიანტში დაბრუნდება და ესენი სულ არ არის. ეს ისეთი კარგია, ეს სამხატვრო ცოფიამრო მაჩუკა ისეთი პლასტიკურია, ზედაც, ქვედაც. არა, მინდოდა ჩაცმი, რომ მაჩუკი. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ 54-დან მომატებული მქონდა. 56-მდე რა. ანუ ფეხები მეთქი ეს მოტკეცილი რო გამომიჩნევა თქო საშინვა. თქო ძალით შემოთქვა სოფი. არ ვიცოდი ვარ. აი კიდე ეს სხვა მომენტიც იყო. იქით წყალი იხება და აქ იმიტომ დაწყდა. ეს ის მინიმის ხარ დაწყდება. ვინც ის მე ჩემოსიცოცხლა. აკუმულატორი ვინც იმას გვიქნა პერემიჩკით და გოხოქინა მაშინ მანქანა ხო იცი? აი კაცი ამერკი რა. ესე იგი ამ ჭიქას სუდი რა აქვს. აი ეს ბურთები რო აქვს. აი ეს ბურთები. ეგ ჩაი ტოვებს მაგაზე ესე ნაკვალებს და ეს სადითავად თუ არ გამოურეცხე არ იქაც აი უბრალოდ რომ მოუსვა რა. I love you, Evi. და შიგნით არის ეს ჩაის ფერები. და კიდევ ჩხილები უჩადა. ამაზე ვერ შვები. ნუ მე ვერ შვებოდი რავი. რა გინდა ქარები, ნაგავში გინდა ჩავარდნა. არა განია. ნაცენი არა ნაცენი. ნაგავში არა. აჭამო please. აჭამო ნაგავი გონი please. არა ქემი მოი. ხოდა ერთადერთი მინუსია თუ აი ეს ზემოთ არ ამოდის. ნუ მე რა უფრო წვრილი ხელი მქონდეს ამოვიდოდა მაგრამ ხოდა ამოდის მაგრამ ძნელო No. In
bananas no. აი კამერა წამიჩერებელიყო. ვიმე, შემოწიფა. Tena cocha. აი მე მადლობა როგორ კარგად შემართე. აი გოგო ხარ? Sasinada. პეპსი? იგი დაგისხა. ეს უკვე ის არის ძველი. დაგისხა ახალზე. ეს ემაში Come on, no, vamos, no. ახლა დაიწყო ეს ცოტა ხანი. ახლა რა დაიწყო ისეთი რომ სხვავენ. ვიმე, ჯემი ჯაცა. Juani, salari, აი 4-ის მერე. gadalud alari, food alari. No, don't caritinda. გონინო მიიწევს ამისკენ ძვირფასო. No, please. No. ისი ხარი და ევაცი ხარი და კამერა დატრიალებენ. მე შედა. No, una grande, no, აი. აი მაგარი მაგარი დასალი. დაგიხავე ხოლმე. Adesso dobbiamo mettere la via. Non fa niente. E la dove molti c'era la smetta. Non ci sta. Beginner zappa çalışıyor. Çeşitli. Ay, samsu paro ali madram. Zebndeki. Alvaro mo seva. Ne zapsatski. Ano pogledamo je rangenđerski. Sudari seva. იმიტომ იქცევა ხოლმე, აი თავში გუალდება ყველა როთარიანი თერება, სიყვარულება გონია ხოლმე, აი ყველაფერი შეიძლება რა ყოველთვის მაგის პიკზე აქვს ხოლმე, იქცევა ხოლმე, ესაც სუდარდება აი თუ ყველა ეთერება, ყველა იალისება
ადამიანი საკითხო გაუცნობიერებელია და ზოგადად ახლოს გამცხოვრებელსა თავის ხო ადამიანის პროცესია კარგად ეკცევი ხონია ასულები და ყველაფერი გაუვა მაგრამ ახლა გაცნობიერებული და ცოტა ზემოთ მდგომ ადამიანს ვიდრე მაგალითად ცხოველი სადაც დგას იმაზე ზემოთ მდგომს ადამიანები გაცნობიერებული და ის ხდება ის ყველაფერი ხდება ეფავერები ასე მიტყვანა თქვენი ვიძის განწყვეტი არ მიგეწყინოსო რომ უნდა იცოდები სად არის და მაგის მიხედვით გეწყინოს არ გეწყინოს ახლა ევას დაუსხათ პეპსი და ეს დავიყოთ პეპსი დაუსხათ აქ ნახჭო ამბავია просто გამფენილი სულ ესეა პეპსი აი ახლა დაგისხავ პეპსის მილკ გინდა ამოიცა მოგიტან მეორე იმას ჭიქას ერთი ჭიქა აქვს რძის და წავღოთ პეპსისთვის ჭიქა და წავღოთ მილკ სნექი გამითავდა სნექი ხო და ისა სხვენია მიწერა ხო და არა და იმე вообще кушина მოვტალიკეთ ბოლო კაჩადე რა მოხერხებული ეხლა ვემზეო წესობს ვა ძალიან კარგი მე რამდენი დავასხი ნახევარი მინდო რა I want a Pepsi now. Holy Messi, she moved. She didn't lose the awesome. I have a coffee. Yes, ok. ჩამოვლეც ხა მძიმე რამეს აი სადა და აი აქ დავაყენებ თქვენ სადაც მე ხარ ხო ეს ციციბურა სიშორეს აუდარია ჩავყაროთ ყავა კოფი უკეთესი ხედვადობა გქონდეთ. უკეთესი ხედვადობა გქონდეთ. აუზეთ მეტად კბილი იქნება. უკვე ვიცხოვე 7 როარას ნამეტანავია. Teen Wolf უყურებ
ისევ გავაგრძელე. ოკეი. ესე იგი დღეს არის 4. მარტი. ავის ჩემი დოზისთვის ადრე უკვე პატრაციას ვსვავდი, მაგრამ ეხლა უკვე ეს არის ჩემთვის იდეალი. იდეალი. შენგულში თუ კლავდარია და მოა I'll be back. Ana, de, şengiya. Zavus açpove. I don't know. What can you walk now? Ori konfetiva. ერთი შენ, ერთი მე. აი, რომელი გინდა? Which one? This. Okay. ეს დედას. სხვადასხვა ეს ავსინჯავდი ხალხ არ მიყვარს კიბოს კისერი. მე შემოხებაში კიბოს კისერი იყო, ეგ არ მიყვარდა ხალხ. იმას აქ ვიღაცა მოგბიჭა და ვიო მართლა ცუდი ყოფილა და არ შეჭამა. ხო და მე იმას ვქენი. გავაგრძელებ. იცით როგორ მომეწონა? და აი ბოლოს შევჭამ. ასე შემო მეგობრებმა იცის რა გოჭი ხარ და ახალწელს რა უნდა გაჩუქოს. აი სადამდე მოყვა. ყველა მიჯამდა თორე ეს მინახევარწელი მეყოფოდა. ხო. უბრალოდ. ეხლა უნდა ვიზრუნო ამის შევსება და რას უმქონდეს, თორე საერთოდ ამომეწურა ყველანაირი ამარაგუნა. ახლა ნელ-ნელა რო გავალ ხოლმე ვიყიდი. ერთი ზედმეტ და მე ხო იცით, აი მაგალითად სნიკერსი. მაქვს, შეიძლება 3 თვე მქონდეს და მერე მომინდეს, მაგრამ აი დილას ყავასთან რომ მომინდება, მოვიდა. დილას ყავასთან რომ მომინდება, მერე არ მინდა, რომ ეხლა გავიქცე. ვიყიდო, იმიტომ რომ არ მიყვარს დილას არაფრის გაკეთება, სანამ ყავას არ დავле. არც წასვლა, არც მოსვლა, არც ყიდვა, არც რამე. ამას დავაგზავნებ და მოვა. აბა რამდენი გრამია? სავარაუდოდ იქნება 14 გრამი. იმიტომ რომ წინაზე ნახევარი შევჭამე და 7 გრამი იყო. ჩვიდმეტი. და ამოვია ძირფასო კიბოს კისერო. და ამოვია ძირფასო კიბოს კისერო. მძარცვა. გასახელია. ჩვიდმეტ კიბოს კისერი. ისა არ მოიფიქრეს და კამფეს. კბილეუს და არქონ კიბოს კისერი. ცოვალე. აი, დიოშვიდობის ხალხნო. ზემოთ ხო არ დაგაყენოთ, მოიცა. აი, ზემოდან. მომწონს. კი, გიყიდი და დავღონ ჯერ ყავა უნდა დავლიო. ჩემო სიცოცხლე, უკვე მაღალებს რები. აჰა, ეხლა მოდი კომენტარები ვნახოთ. This so cute. რა
სილამაზეა, გიკვიძეში რა გადავიღეთ მე და ნახეთ ეს მოვიგლიჯე აქაც, ავიგლიჯე. ანუ ფრჩხილი შევყავი და რაღაც ისე გამოიყურებოდა, და უკვე იხეოდა და ფრჩხილი შევყავი და წავიდა. ევა საყვარელო პატარაო და გიწერეს. ხალდექით, ქეჩილები ვართ. მოგვიტევეთ. მანა გილოცავნინი დედის დღეს ბედნიერ დედობას გისურვებ ყოველს დიდი მადლობა, ვინც მომილოცეთ. მეც გილოცავ. ინგამ დამიწერა და ნახეთ რა საინტერესო და რა საყვარელი კომენტარია. აი, ჩემ ფრჩხილი რომელიც ავიწერე. ფრჩხილი არ არის, ის არის გელი. გილოცავ, ესა უფალმა ჭრელი კაბით დაგაბეროს გილოცავნი რა ტკბილი სიტყვებია ღმერთო. თამუნა გილოცავნინი ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა. აი ეს ჭრელი კაბით დაგაბერომ ძალიან რაღაცნაირად გულში ჩამწვდა. ეთერი გილოცავნინი დედის დღეს გახარებული იყავი. გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს თავისუფლების. ის დიდებულება რომელიც გააქვს არასოდეს დაგეკარგოს. გიამაყოს შენი ოქრო შვილები. ვაიმე თავისუფლების ის დიდებულება რომელიც გააქვს არასოდეს ღმერთო. აი როცა შენ არს შეხო, როცა აი სიმს ჩამოყრა შენი სულის უძირ. ღმერთო რა ტკბილია. მადლობა ძირფასო. Ei, ადამიანს თვალები აქვს და ხედავს, ოღონდ არა ამითი. არამედ სულით და გულით. ნონა, ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა ნინიკო, ძვირფასი დედა ხარ და ძვირფასი შვილები ყავთ. დიდი მადლობა ძვირფასო. ნინი, ჩემო ძვირფასო გილოცავ დედის დღეს. უზომოდ მიყვარხარ ქიზიყიდან მუდამ გეფერები ვიწუნა და მიკოცდე. მადლობა ძვირფასო. ძალიან მიყვარს ქიზიყი, ქიზიყელები ძალიან მიყვარს. აი ეს ჩვენი სიტყვა და სიტყბო. თამუნა ნინი გილოცავ ბედნიერი და გახარებული დედა მენახე მუდამ შენ შვილებით დახუნძლული. მადლობა ძვირფასო შვილები და მე შვილები. მე ვიქნები აი აუტანელი ბები, სულ რაღაცებს რო უცხობს უკეთ. აი ეგეთი. არ მინდა ახლა იქ დავდო, ხელში მინდა რომ მეჭიროს. გილოცავ ნინი ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. კიტო ვერ მოგისწარი არაუშვა. ვაიმე არაუშვას დედის დღეს გილოცავ მუდამ ბედნიერი მენახე. მადლობა ძირფასო ბედნიერი მენახე სულ. დიდი მადლობა. გილოცავ დედის დღეს ბედნიერი ღმერთო რამდენი სიყვარულია, ყველას დიდი მადლობა. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მიყვარხარ ბაჭი. ვერა გილოცავ ნინი დედის დღეს მუდამ ბედნიერი დედა ყოფილიყავი. შენს ლამას შვილებთან ერთად დიდი მადლობა ძვირფასო ძალიან მიყვარხარ შენ. შენი ოჯახი გიო, შენი დედიკო ძალიან კბილები საყვარელი ალალ მართალი ხალხი ხართ და სულ ბედნიერები იყავით ძვირფასებო და ასე გემრიელად და ბედნიერად იყავით სულ. ძალიან მიყვარს გემრიელი ხალხი. რა გავაკეთო? მიყვარს გემრიელი ხალხი. და არ მიყვარს უგემური. თუ გავისურვე კაი ადამიანი როგორ არ მიყვარს და ერთი შეხებით ეს უგემური არ მიყვარს არაფერი. იანი ჩემო ულამაზესო და უთბილესო გოგო გილოცავ დედის დღეს. უფალმა ბედნიერი და გაბრწყინებული დედა გამყოფოს მთელი ცხოვრება გეხარო შენი უსაყვარლესი შვილებით. მიყვარხარ ძალიან. მე ძალიან მიყვარხარ ძვირფასო შენი სიხარული, შენი სიყვარული, შენი სიტყვა. აი შენი ყველა ვინც გიყვარს, გაგიმრავლოს, გაგიასმაგოს უფალმა კარგი ადამიანი ხარ. ხო? ძალიან კარგი ხარ, ძალიან თბილი. მართლა აი ია გაზაფხულის ია. ირმა გილოცავ დედის დღეს ნინი იხარე დედის წოდებით. მადლობა ძვირფასო. ძალიან ბევრია მილოცვა. ყველას ძალიან დიდი მადლობა ძვირფასებო. ნატონი ძვირფასო, შენ ხარ ბედნიერი დედა, მე გისურვებ დიდ ხანს და მთელი ცხოვრება გეტარებინოს ბედნიერი დედის სახელი.
გილოცა შენ რომ ყავს ძვირფასი სამი შვილი და შენ შვილებს ულოცავ რომ ყავს თბილი და მოსიყვარულე დედა დიდხანს კლოდეთ ერთმანეთს ძალიან მიყვარხარ რატო აი რაღაც ჩემი სულის მონათესავე ადამიანი ხარ ყოველი შენი კომენტარი არის აი იმდენად ძვირფასი რომ ვერ აღწერ და აი რომ ხედავ უკვე სახელს გული მithდება ქრისტინა ნი ჩემო ლამაზო გილოცავ დედის დღეს შენ ნამდვილი დედა ხარ არა მხოლოდ მშობელი არამედ საუკეთესო მეგობარი შენი ბავშვების ის ადამიანი რომელიც სულ გაუგებს მათ და ასევე ის რომ ასეთი თბილები არიან ეგ შენი დამსახურებაა ჩვენს დროში ძალიან ბევრი თინეიჯერი ბავშვი და არა მხოლოდ თინეიჯერი პატივს არ სცემენ თავიანთ მშობლებს არ უჩვენებენ სითბოს მათ სულ რაღაცნაირი დისტანცია აქვს მაგრამ თქვენს ოჯახს რომ ვუყურებ გულს უხარიათ ეთიკოზე იზრუნეს და უსაჩუქროდ არ დატოვეს გაიხარეთ ბიჭებო დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო და ჩემო საყვარელო ძალიან დიდი მადლობა ჩემი შვილები ჩემი თორნიკე და ანდრია არიან რა ვიცი ჩემი ძალა და სიამაყე ნუ პირველი რა თქმა უნდა სიყვარული მაგრამ მერე უკვე ძალა და სიამაყე ანუ ისეთები არიან რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი ზურგს უკან მოლაპარაკე და ძალიან ბინძური ქალიც და კაციც და პირისპირ დაუდგნენ ვერც ერთი ვერაფერს ვერ გაუბედავს ჩემს შვილებს იმიტომ რომ ძალიან საკადრეს პასუხს მიიღებს ისეთები არიან და ძალიან მიხარია ეს ის რომ მე ვარ მათთვის მეგობარი ეს არის ჩემი ძალიან ტკივილიანი წარსულის გამონასწავლი ცოდნა ასე ვთქვათ რომ უნდა იყო მეგობარი, უნდა იყო მეგზური, რომ სხვანაირად არ შეიძლება და მე ვიცი, რასაც იძახი, ძალიან სამწუხაროდ არის, რომ აი ეს არის დისტანცია, არის უპატივცემულობა არის და ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ მშობელი ვერ აძლევს სათანადო სითბოს და ვერ აძლევს სათანადო გაგებას. მე არ ვამბობ ორივე მხარე მეთქი, იმიტომ რომ მე შვილიც ყოფილა და მშობელიც ვარ და ყოველთვის ვთვლი, რომ გაგება და მიღება მშობლის საქმეა. შვილს და მშობელს შორის გამგები და მიმღები უნდა იყოს მშობელი. არ შეიძლება რომ გამგები და მიმღები იყოს შვილი. ანუ არ უნდა მოსთხოვ ის თუ იქნება, ანუ შენ თუ სწორად იქნები, ის აუცილებლად იქნება. ისიც, მაგრამ მთავარი დარტყმის მიმღები ყოველთვის არის მშობელი. როცა არის სწორი სიტუაცია, რაც არის ძალიან იშვიათი, უძალიან იშვიათესი და ეს ჩემი აზრით ყველაზე მთავარია. ანუ გარდა იმისა, რომ არ დაშალო მისი პიროვნება, გარდა იმისა, რომ ასწავლო როგორ იცხოვროს, ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს ფაქტორიც, ჩემი აზრით და ის დაკარგულობა, რაც აქვს ძალიან ბევრ მოზარდს, რაც მე ძალიან ცუდად აისახება, ხდებიან ცუდ წრეში, აქვთ გულში უკვე ბავშვებს, აქვთ გულში ბევრი ტკივილი, რაც მე გადადის იმაში, რომ სხვებს ექცევიან ცუდად და აი ეს ტრიალებს სულ, აი ეს ჩაკეტილი წრე ტრიალებს სულ. და მე ასეთი ადამიანები ისეთივე მშობლები ხდებიან, როგორც თვითონ ყავდათ, იმიტომ რომ სხვანაირი არ იციან. მე არ საუბრობ ყველაზე, ყველგან არიან გამონაკლისები. მაგალითად, ყველგან არიან ადამიანები, ვინც გაარღვევს ამ ჯაჭვს და თვითონ ქმნის ახალს გოლს, მაგრამ უმეტესობა ამას სამწუხაროდ ვერ აკეთებს და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის შენი აი ეს კომენტარი. მადლობა. არ მახსოვს შენი ნიკი, შეიძლება არ წერდი, ან ახალი აკაუნტია, მაგრამ ძალიან გული გამithba, მადლობა. ქეთევან, მუდამ ბედნიერი და გახარებული დედა ყოფილიყავი, გილოცა ვიხარე შენი ძვირფასი შვილებით, მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა. ირინა ნიგილოცა მრავალს დაეწარი სულ ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა, მადლობა ძვირფასო შენს მუდამ. ციცინი ნიგილოცა დედის დღეს ჩამოთელი და ბედნიერი დედა იყავი მთელი ცხოვრება შენ საყვარელ შვილებთან ერთად ყველა დედას, აი ყველა დედას გისურვებთ, რომ თქვენი შვილების მარტო კარგი გაგიგოთ, აი ჩემი მოსისხლე მტერი რო იყოს,
იმ დედასაც ვუსურვებ, რომ თავისი შვილების მარტო კარგი გაიგოს, აი შვილებისთვის მე არასოდეს არავის არ ვუსურვებ, იმიტომ რომ ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს და ამიტომ თიკო ეს ვიდეო არის უძვირფასესი განძი ადამიანისგან ასე წყალივით მოედინებოდეს ინფორმაცია მე არ მინახავს მადლობა ნიღ მერწო ჩემო როგორ გამითბა გული ეს არის ვიდეო ესა კომენტარი ნახეთ რომელ ვიდეოზე რა არის კალორიების დეფიციტი ნახეთ რომ ხელა ვიყავი აქ და როგორ ვიკრებ წონაში ეს არის როცა კალორიების სულა დაწყებული მქონდა რა ვიცი 2 დღის თუ 3 დღის არ ვიცი ესე იგი მხოლოდ 95 ის აქ ლაიქია ამ კომენტარს ამ ვიდეოს არა და თუმცა ძალიან კარგი და ინფორმატიული ვიდეოა მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ხშირად ადამიანებს უბრალოდ არ უნდათ ხოლმე გზის დანახვა, უნდათ ხოლმე რაღაცა მზა, აბი, რაღაცა. არ ვიცი, ალბათ ეს მე იქნება. რომ დავლებთ და ბიბიძი ბაბიძი ბუ, წონა გაქრება. მაჯერ არის. თვით ოზემპიქსაც კი ხელი უნდა შეუწყონ. როგორც მინიმუმ რომ მორჩებიან მაგის მერე მაინც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს უყურე. ვინც იკეთებდა რუსულ TikTok-ზე და შეწყვიტეს და მოიმატეს ეგ და კიდევ უფრო მეტი. მე არ მიყვარს ეგენი. ბაიაკი მოსად 10 წლეულების კლება არ აქვს და ვერ ექნება იმ დაგუშინ გამოჩნდა. რა გამოუჩნდება 10 წლის მერე. შენ ჭირიმე. მაგაჯობია წონა მქონდეს. იცი ზოგადია? კარგი დღეს გისურვებთ, აი, მოთხოვარი მოვიდა. კარგი დღეს გისურვებთ ყველას. მიყვარხართ ძალიან, ეხლა კайფუში ვარ წასასვლელი. მითხარით რომ ფული არ გავაბლიავო. ლავაში მინდა. სომხური ლავაში, იმიტომ რომ ფილე მაქვს და მინდა რომ ის გავიკეთო შაურმა. ევას უნდა კიტრი, მეც მინდა კიტრი, ამიტომ კიტრს ყველა ვარიანტში ვიყიდი. კიტრი და ლავაში მინდა, პურსაც ვიყიდი. და კიდე აი არ ვიცი, დღეს არ ვიცი რა მოვამზადო. აი, ეგ არის მარადიული საფიქრე. დღეს რა მოვამზადო.